გამარჯობათ, მადლობა რომ პირველ რიგში აქ ხართ. სიმბოლურია რომ საქართველოს გულისთვის საქართველოს გულში ვართ. ქუთაისში და კარგია რომ ბაღის კიდესთან ვართ ქუთაისის ბულვარში, რომელიც ერთ დროს ქუთაისის პარლამენტი იყო, ასე უწოდა აკაკი წერეთელმა. ეს იყო ადგილი, სადაც ჩვენაირად იკრიბებოდნენ ადამიანები და ჩვენაირად წყვეტდნენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს და იმედია მომდევნო ნიშნულოვან შეკრებებზე უკვე საჯარო სივრცეში შევძლებთ ასეთ შეხვედრების წარმართვას. მე მასწავლებელი ვარ და ყველაზე რთულ აუდიტორიასთან მიწევს და ყველაზე საყვარელ აუდიტორიასთან ურთიერთობა, სადაც ყველაზე მეტად ფასობს სიმართლე და გულწრფელობა. ამიტომ შევეცდები რომ თქვენთანაც ვიყო მართალი და გულწრფელი. ბავშვებთან ყველაზე ხშირად ვიმეორებ გაკვეთილის დასაწყისში და ბოლოს ერთადერთ რამეს, რომ ისწავლონ კითხვების დასმა. კითხვები დასვან სახლში, ქუჩაში, სკოლაში, მეგობრებთან და საერთოდ გონია რომ სკოლის ერთადერთი მისია უნდა იყოს, რომ სკოლის დამთავრების მერე ბავშვებს შეეძლოთ სწორად კითხვების დასმა. მე თავადაც ჯერა რომ და თქვენს კითხავთ, რა მოიყვანა ეს სამყარო აქამდე, როგორ მოვედით. და მე ღრმად წამს რომ აქამდე მოვედით სწორად დასმული შეკითხვებით და შემდეგ ამ შეკითხვებზე პასუხების ძებნით. მე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, სად ვართ და სად მივდივართ. უკრაინაში იბრძვის ერთი ქართველი მეომარი არჩილ ხოფერია, რომელმაც ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყნის სამსახურის რიგში ჩამდგარი აფხაზეთის ომში დაღუპული მისი ძმის ადგილი მერე მისმა შვილმა დაიკავა, რომელიც ასევე უკრაინის ომში გარდაიცვალა და ახლა ეს კაცი მამა, შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ ქვეყნის სამსახურის რიგში თვითონ დგება. მე მჯერა რომ თითოეული ჩვენგანი ვდგავართ ამ ქვეყნის სამსახურში. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩვენ შორის არის ადგილები გამოტოვებული. და მე მინდა რომ ეს რიგები შევავსოთ. მინდა რომ როგორც ჯაჭვი ახლოს დავდგეთ ერთმანეთთან. მე მინდა და ჩემი მთავარი სათქმელი მინდა იყოს დღეს რომ ყველაფერი გახდეს საჯარო. საჯაროობაზე უკეთესი არაფერი არ მგონია პასუხისმგებლობის განაწილების ამბავში. არც ერთი თქვენგანი არ მემეტება იმისთვის რომ რომელიმე თანამდებობის პასუხისმგებლობა ავკიდო კისერზე. მე მინდა რომ გადავინაწილოთ, იმიტომ რომ გადანაწილებული პასუხისმგებლობა შედარებით უფრო მსუბუქი იქნება. თუ შეგვეშლება, ერთად შეგვეშლება, ერთმანეთს შევუსწორებთ და არ გავიშვერთ ხელს რომელიმე მათგანისკენ. რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში დაანგრიეს ისტორიული ციხე, რომელიც 4 ეპოქას მოესწრო. ეს იყო მეფის რუსეთი, დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდი, საბჭოთა კავშირის პერიოდი და მერე უკვე ბოლო 35 წელი. მანამდე სანამ ციხეს დაანგრევდნენ, ნებისმიერი მათგანისთვის, რო გეკითხათ 100 ადამიანისთვის, 99% იტყოდა, რომ ეს ციხე დასანგრევია, იმიტომ რომ 2005 წლამდე მუშაობდა და ცხადია ციხესთან როგორ შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ როგორც კი ეს ამბავი გახდა საჯარო, დავიწყეთ განხილვები, ხელოვნური ინტელექტით გავაკეთეთ რაღაცა ვიდეოები, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება ყოფილიყო, ერთ კვირაში შეიცვალა განწყობები. ერთ კვირაში ადამიანებს შეეცვალათ განწყობა და მიხვდნენ რა შეიძლება მივიღოთ ქუთაისისგან. 9000 კვადრატი ქალაქის ცენტრში და ახლა იქ უნდა მივიღოთ, ვიცი, ამ ტერიტორიაზე აშენებული 6 სართულიანი ბინები, ახალი ქალაქი. ეს ქალაქი საერთოდ არ იყო მანქანებისთვის გათვლილი, ამ ქალაქში უნდა ევლო ეტლებს. ეს ფალიაშვილის ქუჩა გვაქვს ქალაქის ცენტრში, სადაც 2 მანქანა ერთი მიმართულებით მიდის, მეტი ასეთი ადგილი ბევრი არა გვაქვს. ამიტომ ვკარგავთ ამ ქალაქს და ყველა ჩამოსული სტუმარი სხვადასხვა ქალაქებიდან გვეხვეწება, რომ იქნებ გადაგვირჩინოთ ქუთაისი. და მე თქვენთან ერთად ვარ აქ, რომ ერთად უნდა შევძლოთ ამ ქალაქის გადარჩენა, იმიტომ რომ სხვანაირად აქიდანაც გაქცევა მოგვიწევს. ვიღაცებს თბილისი აღარ მოწონთ, ბათუმი შეიძლება აღარ მოწონთ და მე არ მინდა ის რეალობა დამიდგეს, რომ ამ ქალაქიდან წასვლა მომიწიოს. ყველაზე დიდი პერსპექტივა, რასაც ამ ქალაქში ვხედავ, არის ადამიანების დაბრუნება. ემიგრანტები, რომლებმაც დატოვეს ეს ქვეყანა და ემიგრანტები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი რესურსი ამ ქვეყნის გამოცდილებით
მიღებული განათლებით და ფინანსური რესურსებით. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ რომ ემიგრანტი რომელიც დაგვირეკავს და გვეტყვის რომ რა ვქნა ქუთაისში ჩამოსვლა მინდა და რა გავაკეთო, მე მინდა ვიყო თამამი და ვუთხრა რომ აქ ეს არის გასაკეთებელი. იმ 9000 კვადრატმეტრზე რომელიც ციხესთან დაანგრიეს, იქ მინდოდა ემიგრანტისთვის პატარა კუთხე გამომეყო, სადაც რაღაცას გააკეთებდა. მე თბილისში როცა დავდივარ როგორც დიდი დამკვირვებელი, რომ რასაც ვნახავ თბილისში, იქნებ ვინმე წამოიღოს ქუთაისში და აქ არიან თბილისში წასული ქუთაისლები, რომლებიც პირველ რიგში უნდა დაბრუნდნენ ამ ქალაქში. ხო, ამისთვის რაღაცა გარემო უნდა შევქმნათ. და ეს რაღაცა გარემო იქნება პასუხისმგებლობის გადანაწილება ერთმანეთზე. სანამ არ გავინაწილებთ, სანამ არ დავიწყეთ მსჯელობას, როგორი ქალაქი გვინდა მივიღოთ. ძალიან ცუდი პერსპექტივა ჩანს ამ გადასახედიდან. და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ თბილისიდან ისედაც ბევრი სტუმრებია, რადგან მარში გვაქვს 3 საათზე და ამ მარშზე მთავარი სათქმელი არის ძალა ერთობაშია და მე მგონია რომ ძალა კიდევ ბევრობაშია, ამიტომ გთხოვთ რომ დავდგეთ ერთად, შევავსოთ რიგები, ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და ვიაროთ წინ. მადლობა.